მოგესალმებით მეგობრებო. დღეს 2 მაისია. პირველ რიგში მინდა მიულოცო დღევანდელი დღე ჩემ მშობლიურ ქალაქს, ჩემ ქალაქელებს, ქუთაისში დღევანდელ დღეს გვირილობა აღინიშნება 2 მაისობის დღესასწაული და სავარდო და სამაისო ქალაქში ეს ტრადიცია არსებობს უკვე 100 წელზე მეტი არის და ძალიან კარგი ტრადიცია არის. ძველ დროში, ასე რომ ვთქვათ, გიმნაზიის მოსწავლეები გვირილებს ყიდიდნენ და ამ გაყიდული გულით ეხმარებოდნენ ჰოსპიტალში დაავადებულ ხალხს, გაჭირვებულ ხალხს და დამკვიდრდა ეს ტრადიციად, ამიტომ ქუთაისს და ყველა ქუთაისელს მიულოცავთ დღევანდელ დღეს. ძალიან მენატრებით მიყურხართ, მოკლი ხართ, გეფერებით შორიდან, ჩემ მშობლიურ ქალაქს. ახლა რაც შეეხება დღევანდელი ვიდეო ლაივის თემას, მთელი მსოფლიო აჭრელებული არის ტრამპის საქციელით, რომ თურმე თავარი გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში მოუპოვებიათ ამერიკელებს, მიდის ერთი ტიტყი-ტიტყინი და გამოუცხადებია 8 მაისი თან. ამემაც და მინდა ამას გამოვეხმაურო. ეს არის ისტორიის გადაწერა, თვალსდახელშუა და უბრალოდ საქართველოში ალბათ ეს უკნიდან განათლებულები იტყვიან, რომ რაზეაო კაცო ლაპარაკიო, რა თქმა უნდაო, ამერიკელებმა გაიმარჯვესო და რა თქმა უნდა ლენდლიზი რო არ ყოფილიყო, აბა საბჭოთა კავშირი რას იზამდაო და ყველანაირად რო დააკნინონ მათი წინაპრების როლი ამ უდიდეს გამარჯვებაში, განსაკუთრებით ქართველების და სხვათა შორის ტრამპის ეს განცხადება პირველ რიგში ქართველს უნდა ეწყინოს, იმიტომ რომ რეალობაში მეორე მსოფლიო ომის მთავარი გმირები ზუსტად ქართველები იყვნენ, სტალინი, ბერია, იგივე კანთარია, რომელმაც გამარჯვების დროშა აწია და მინდა უბრალოდ ამას გამოვეხმაურო. დავიწყოთ იქედან, რომ ახლა ტრამპის პიროვნება თვითონ ამერიკული შოუდან მოდის, ბიზნესიდან და შოუდან, ნახულობს ისეთ რაღაცეებს, რო არაა გამოცხადებული და იწერს მის თავზე, უნდა ისტორიაში დარჩეს კაცო. მაგრამ მეორე საინტერესო მომენტი არის რა, საერთოდ როგორ იზრდებიან და როგორ უყურებენ ეგრეთ წოდებული დასავლეთის, კოლექტიური დასავლეთის ახალგაზრდობა ისტორიას, რომელი ისტორიაც არც ისე შორს აგერ უახლოესი 80 წლის მანძილზე, ალბათ თაობის წინ მოხდა, გვახსოვს, დოკუმენტირებულია ეს ყველაფერი, ფაქტებითაა დადასტურებული და როგორ აღიქვამენ ამ ყველაფერს დასავლეთში, და რატო არის ეს აღქმა, ამაზე მინდა ვისაუბრო. პირველ რიგში მე მინდა ამ დებილ დეგენერატებს შევახსენო, ვინც ამ ტაშფანდურს აყოლილი ხალხია და ბევრი არიან სამწუხაროდ საქართველოში ესეთი ხალხი. მინდა უბრალოდ გავახსენო ის, რომ ბერლინი არ აუღია არც ბრიტანულ არმიას, არც ამერიკულ არმიას, არც ფრანგულ არმიას და არც რა ვიცი კიდე უცხო პლანეტელებს. ბერლინის ოპერაცია ჩაატარა საბჭოთა ჯარებმა. ბერლინის ოპერაციის მთავარსარდალი იყო ფრონტის ხელმძღვანელი იყო გენერალი ჟუკოვი და სტალინის მოთხოვნა იყო, რომ ბერლინი უნდა აღებულიყო 1 მაისს და 30 აპრილს ნამდვილად იქნა ბერლინი აღებული. ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ოპერაცია იყო ბერლინის ოპერაცია, იმიტომ რომ ფაშისტები კბილებით იცავდნენ თავიანთ დედაქალაქს. უძლიერესი პროპაგანდა მიდიოდა, მოდიან აზიელები, მონღოლები, შთამომავლები ამას დახოცავენ, იმდენს გააუპატიურებენ ესე და ვისაც შეეძლო გარბოდა დასავლეთისკენ, რო ჩაბარებოდა ბრიტანელებს ან ამერიკელებს, ვინც რჩებოდა, კიდევდა იარაღს ხელს ბოლომდე და იბრძოდა ზუსტად იმ არმიის წინააღმდეგ, რომელი არმიაც
მიიწევდა ბერლინის ასაღებად და რომელ ქვეყანასაც ყველაზე დიდი ტკივილი მიაყენეს და მინდა გავახსენო ამ დებილ დეგენერატებს, რომ საბჭოთა კავშირი იყო ზუსტად ის ქვეყანა, რომელმა ქვეყანამაც ყველაზე მეტი დიდი დანაკარგი მიიღო ამ ომში და ამ ომში მარტო გერმანელები არ მონაწილეობდნენ, ამ ომში მონაწილეობდა გაერთიანებული ევროპის სარდლობა. კი, ასე იყო, მარტო გერმანელებს რატო კიდებენ ამ იმას რა ქვია, ვერ ხვდები. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე იბრძოდნენ რუმინელები, იტალიელები, უნგრელები, გერმანელები თავისთავად, ავსტრიელები, ფინელები, ასევე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა ბანაკებში 23,000 ფრანგი ტყვე იყო მარტო აყვანილი. ეს იყო გაერთიანებული ხროვა ევროპის, რომელიც შემოიჭრა და ყველაზე დიდი დანაკარგი მიაყენა, ყველაზე მიადგა მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირს და ჩინეთს. 27 მილიონი იყო საბჭოთა კავშირის დანაკარგი და 20 მილიონი იყო ჩინელების დანაკარგი. თუ ვინმეს გაინტერესებს, შეგვიძლია სხვა ქვეყნებისაც დეტალურად ვთქვა. ცნობისთვის ამერიკელების დანაკარგი ორივე ფრონტზე 416,000 იანგარიშება. აღმოსავლეთის დასავლეთის ფრონტზე, რომელზეც ჩვენ დასავლეთის ფრონტს ვეძახით, ისინი აღმოსავლეთის ფრონტს ეძახიან, ანუ ევროპის ბრძოლის თეატრზე ყველაზე ნაკლები დანაკარგები ჰქონდათ, რადგან ამერიკელები ძირითადად იბრძოდნენ იაპონიის მიმართულებაზე, იაპონელებთან. და მინდა გავახსენო სხვათა შორის ემათ რა ქვია ამ უკნიდან განათლებულ ადამიანებს, რომ ბერლინის აღების დროს განსაკუთრებულად ბერლინს კბილებით იცავდნენ, ახლა ფანატიკოსი ფაშისტებზე არ მაქვს ლაპარაკი, ფრანგული ბატალიონები, ეს იყო შარლემანები, კარლოს დიდის ბატალიონი, რომელიც ძალიან ფაშისტებით იყო დაკომპლექტებული და ყველაზე ბრძოლის უნარიანი ქვედანაყოფი იყო. 30 აპრილს უკანასკნელი ჯილდოები რკინის ჯვრები, რაინდის ჯვრები მათ მიიღეს, იმიტომ რომ 108 ტანკიდან აფეთქებული 108 ტანკიდან, რომელიც საბჭოთა ტანკი, რომელიც ბერლინის აღების ოპერაცია შეეწირა, 68 ზუსტად მათზე მოდიოდა. ხო. ასე რომ მარტო გერმანელების ცოდვა ამ ყველაფერში არ ყოფილა. და სად იყვნენ იქ ბრიტანელები, სად იყვნენ იქ ამერიკელები და სად იყვნენ ეს ხალხი, მე არ ვიცი, ჯერჯერობით კარგა შორს იყვნენ, თუმცა არსებობდა ესეთი შეთანხმებული ოპერაცია, რომელიც შეთანხმებული ოპერაციასაც უნდა ჩასდგომოდა სათავეში ბრიტანელი გენერალი მონტგომერი, რითაც გერმანელები დანებდებოდნენ ზუსტად დასავლურ კოალიციას და ისინი აიღებდნენ ბერლინს. ეს იყო მათი, ასე რომ ვთქვათ, თვითგადარჩენის ოპერაცია, იმიტომ რომ ისინი თვლიდნენ, რომ ისინი დასავლეთის ქვეყნები მეტი ჰუმანურად მოექცეოდნენ მათ, ისინი სისხლით ნათესავები იყვნენ, მაინც ევროპული ოჯახის წევრები იყვნენ და იმ ხელად ტკივილი, რომელიც ტკივილიც მიაყენეს საბჭოთა კავშირს, ეს იყო 27 მილიონი ადამიანი, როგორც თქვი, ანუ წარმოიდგინეთ ყოველდღიურად რაც ომი მიდიოდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ყოველ დღე ეს რო გაყო და გადაამრავლო ამ დღეებზე, ნადგურდებოდა 20,000 ადამიანი, 20,000 საბჭოთა მოქალაქე. წარმოგიდგენიათ, ახლა რამხელა დანაკარგია, უკრაინის ფრონტზე მაქსიმუმ რომ აიღოთ, გამოდიოდეს დღის მანძილზე დაახლოებით 600-700 ადამიანი დანაკარგი. გააფთრებული ბრძოლების დროს მაგ კი ხდებოდა 20,000 ადამიანის დაკარგვა. ხო, აი ესეთი ტრაგედია მიადგა მაშინ ჩვენ ქვეყანას და ასეთი გავეშებული ბრძოლა იქნა მოგებული ზუსტად ჩვენი წინაპრების მიერ. რაც შეეხება ბრძოლის დასრულების ამბავს, მათ თავისი ჭკუით ჩაიფიქრეს ის, რომ 1945 წლის 7 მაისს გერმანული ჯარების სარდლობას ფრანგულ ქალაქ რეიმსში მოაწერიეს ხელი და გაუგზავნეს სტალინის ბრძანება იმის შესახებ, რომ
თურმე ომი დამთავრებული არის, კაპიტულაცია გამოაცხადეს და ამ გამოცხადებული კაპიტულაციის შედეგად ესე უნდა დანებებულიყვნენ აი ამ პირობებს, რაც იყო სტალინის კატეგორიული მოთხოვნა, რომ აგრესორი ქვეყანა აუცილებლად უნდა დამარცხებული ქვეყანას თავის დედაქალაქში უნდა მოეწერა ხელი და ეს უნდა მომხდარიყო ბერლინში, რომელიც საბჭოთა ჯარებს ჰქონდა აღებული, იმიტომ კარგად იცოდა სტალინმა ესენი მომავალში რას მოიმოქმედებდნენ. და ჩამოიყვანა სპეციალურად ყურით ჩამოათხრია, ასე რომ ვთქვათ, ბრიტანელები, გერმანელები, ამერიკელები, ფრანგები და რა თქმა უნდა საბჭოთა წარმომადგენლობა და უსიტყვო კაპიტულაციაზე მოაწერია ხელი. საინტერესო მომენტი არის იქ, როდესაც გერმანიის გენშტაბის უფროსი ამბობს, რომ კარგიო, ბრიტანელები, ამერიკელებიო, საბჭოთა ჯარები გასაგებია, მაგრამ ფრანგებთანაც წავაგეთ ომიო? ეს მომენტი იყო, ამათთანაც წავაგეთ ომიო? და ასე იქნა დაფიქსირებული მეორე მსოფლიო ომის მოგება. არაფერს ვამბობ უკვე დანარჩენი გერმანიის ტერიტორიების აღებაზე და იმ აღებაზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა ჯარებმა მოახერხეს. ამიტომ ამ გამარჯვების ახლა მითვისება და მიწერა, რა თქმა უნდა, ამერიკელებისთვის ამათ მაგათ ხო სხვანაირი ხედვა აქვს სამყაროზე, რომ ისინი ყველაზე მაგრები არიან, ყველაზე ჭკვიანები არიან და ასე შემდეგ, მაგრამ ბარეორი დებილი საქართველოშიც ამ ყველაფერს ტაშს უკრავს და ამ ყველაფერს ტაშის მკვლელები რო ყავდა, ეს არახალი ამბავი არის, იცით? ამიტომ არის ახლა მოდის 9 მაისი საქართველოს ქვეყანა, რომელიც და ქართველი ერი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი არის ამ გამარჯვების, როგორ ხდება? როგორ ხდება და ხდება შემდეგნაირად. თავის მშობლიურ ქალაქში გენერალისიმუსი სტალინის ძეგლი აღებული და რა თქმა უნდა უკან დაბრუნება იმისი, როგორ შეიძლება ეს ჩუსტების ძეგლი სადაცაა ქვეყანაში და რეპერების და ამათი და ამათ ველოსიპედების ძეგლები სტალინის ძეგლის დაბრუნება არ შეიძლება. აგერ ქუთაისში ჩემი უბნის ბოლოში სამთაშორის განსაკუთრებული სისასტიკით დაანგრიეს და აფეთქეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა მემორიალი და დედაშვილი შეწირეს ნაცებმა. ამ ყველაფერს მე ქოცების დროს მე მივმართე ქუთაისის საკრებულოს და ამას რა ქვია ქალაქის მართლობას და ძეგლთა დაცვას და ამას და ასე შემდეგ, რომ მეთქი მომეცით უფლება იმისი, რომ რაღაც არ მინდა თქვენი არც ფული, არც არაფერი, მე თვითონ გავაკეთებ, რომ ესე და ესე მინიატურულ ძეგლს, რომელიც ძეგლიც იქნებოდა ანალოგი იმის, რაც იყო, სადღაც 2-3 მეტრიან ძეგლს, რომელზეც იქნებოდა წარწერა ამ ისტორიასთან დაკავშირებით. თავი გაიგიჟეს მაშინ ქოცებმა, განსაკუთრებით ის სირიროა, ის ბოცა მერიროა იმის ქალაქის იმან და ის სირიროა, კიდევ ლომინაძე რო არის ექიმი, ქოცების მარჯვენა ხელი, თუ მარჯვენა ყვერი, არც ერთი იგი რო არ აყვავსო, ჩვენო ავადყოფიო. საფრანგეთში სამკურნალოთო რო იძახო და არაო კაცო, უფლება არ მომწეს იმისი, რომ ჩემი ხარჯებით გამეკეთებია მე პირადად ეგ ყველაფერი. ასე არიან ასეთი ნათელი გამგრძელებლები არიან ქოცები ნაცების საქმის და რატო ხდებოდა ეს ყველაფერი, ანუ რაში იყო საქმე? საქმე იმაში არ იყო ეს მათ არ მოწონდათ თუ ასე შემდეგ, ამაზე არ იყო საქმე, ან მათ ჰქონდათ სურვილი, ან არ ჰქონდათ სურვილი. ეს ხო ჩვეულებრივად მოთხოვნა დასავლეთიდან, დღევანდელი ბრიუსელიდან, ასე რომ ვთქვათ, რომლის ძირითად მმართველობასაც წარმოადგენს, გადახედეთ, ვისაც გაინტერესებთ, მათი ბიოგრაფიული მონაცემები, ეს იქნება იგივე ანალენა ბერბოკი იქნება თუ სხვა მთელი სანაგვე იქნება, ეს მერცი იქნება თუ სხვა ჩინოვნიკები, მათი წინაპრები ყველა იყვნენ ფაშისტური გერმანიის ოფიცრები. ანუ ესენი არიან დამარცხებული, წაგებული ფაშისტების პირდაპირ შთამომავლები და არა მარტო ისინი, სხვათა შორის უამრავი ჩინოვნიკი ბრიუსელში, რომლებიც დღემდე, აი ქართველებს მე რატო გეუბნებით ამას, რომ ამას ჩვენ ქართველებს არასდროს არ გვაპატიებენ, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ქართველებმა რამხელა წვლილი შეიტანეს მეორე მსოფლიო ომში, ამიტომ ექცევიან ჩვენ ქვეყანას ასე აბუჩად,
ამიტომ გვექცევიან ჩვენ ასე დამცინავად, შეურაცხმყოფელად, ჩვენი მოღალატეების ხელით, იმიტომ გვანგრევიებენ ჩვენ ქვეყანაში. იქნება ეს ძეგლი, იქნება ეს მემორიალი თუ ყველაფერი ის ძვირფასი, რაც მეორე მსოფლიო ომს უკავშირდება და აი ასე ხდება ისტორიის გადაწერა. აი ახლა მინდა ერთი კიდე მომენტი გაგახსენოთ. მე მგონი ამაშიც არავინ არ შემომედავება ის რომ მსოფლიოში ორჯერ მოხდა ბირთვული ბომბის გამოყენება და ორივეჯერ ეს ბირთვული ბომბის გამოყენება მოახდინეს შეერთებულმა შტატებმა. დაბომბეს იაპონიაში ჩვეულებრივი არასამხედრო მიზნები, არამედ საცხოვრებელი ქალაქები ჰიროსიმა და ნაგასაკი. ჰიროსიმა და ნაგასაკი, რომელიც იყო აი ტოტალური მსხვერპლი იყო სამოქალაქო საზოგადოების და არასამხედრო მიზნები იყო. ამერიკელების მოთხოვნით დღემდე იაპონიაში ისწავლება ის, რომ იაპონიაზე იერიში ამერიკელებმა კი არ მიიტანეს, მოკავშირეებმა მიიტანეს. ანუ მოკავშირეებში შედის საბჭოთა კავშირი, შედის ბრიტანეთი, შედის საფრანგეთი, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატებიც და იქ არსად არ წერია იმაში, რომ ამერიკელებმა უშუალოდ დაბომბეს ესა რა ქვია, იაპონია. აი, ასე ხდება თვალწინ ხელის გულზე ისტორიის გადაწერა. და ის რომ საქართველოში ეს ნეოლიბერალური ფაშიზმით მოწამლული ადამიანები არიან ესე დაავადებული, ყველაფერი საბჭოურის მიმართ, ყველაფერი საბჭოთა კავშირში სუდის მეტი რა იყო და რამდენი ტკივილი შეიძლება მიადგა ქართველებს, მაგრამ კარგის მეტი რა იყო? ყველა დროსაა ყველაფერი კარგი და ცუდი. კარგის მეტი რა იყო? ამ კარგზე რატო არ შეიძლება ლაპარაკი და რატო ყველაფერი საბჭოური არის ცუდი? ნუ ჩვეულებრივი მარტივი ამბავი არის აქ, რომ მოსული არიან სათავეში ფაშისტთა შთამომავლები, წაგებულების, დამარცხებულების ესა რა ქვია, შვილიშვილები, რომლებიც შურს ძიობენ ზუსტად იმ ერებზე და ზუსტად იმ ხალხზე, რომელი ერით და რომელი ხალხით თავის დროზე ვერ დაამარცხეს და ვერ გაანადგურეს. ეს იყო ჩვენი ბაბუების და ჩვენი წინაპრების თაობა, ძლიერი თაობა, რომელმაც ძლიერმა თაობამაც ზუსტად ღირსებით შევიდა ევროპაში. აი ეს თუ ვინმე საინტერესებს, აგერა ეს ოფიციალური განცხადება არის ამ სირის, აი ტრამპისტებს განსაკუთრებით მინდა მივულოცოს განცხადება, იმიტომ რომ არიან საქართველოში ეს ტრამპის სექტაც არის შექმნილი, ღირსეული პრეზიდენტია და გადასარევია და ესაა და თურმე ამათმა. ეხლა რაც შეეხება ამ ლენდლიზის საკითხს. ლენდლიზის საკითხი, რომელიც ძალიან არის ქართულ საზოგადოებაში ატეხილი, აწიოკებული, დაწიოკებული, ეს ვინმეს არ იგონოს, რომ ეს იყო ლამაზი თვალებისთვის გამოგზავნილი საჩუქარი. ეს ლენდლიზი არა მარტო საბჭოთა კავშირს მიეწოდებოდა ასევე ბრიტანეთს და მიეწოდებოდა კიდე სხვა ქვეყნებს, რომელი ქვეყნებიც იბრძოდნენ, მათ შორის მარშლის გეგმაც, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ამერიკული დახმარების პროექტი იყო, რომელიც ითვალისწინებდა ამ დანგრეული ევროპის აღდგენას და მთელი ევროპული ქვეყნების იდეოლოგიურ დამორჩილებას, ანუ ლიბერალიზმის შემოთხრას ევროპაში, ასევე მათი ეროვნული სიმდიდრეების გადატანას შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ და ის მარშლის გეგმით არავინ არ დახმარებია საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირმა თავისით მოახერხა აღდგენა თავისი დაქცეული ინფრასტრუქტურის და განადგურებული ქალაქების და განადგურებული მოსახლეობის. ეს იყო ყველაფერი ჩვეულებრივი ვალი, კრედიტი იმისთვის, რომ შენ უნდა იბრძოლო იმისთვის, რომ ჩვენამდე არ მოვიდეს ომი და ამაში მე შენ გაძლევ ფულს და იარაღს. ეგ იყო. საერთო ჯამში ლენდლიზის წილი, რა თქმა უნდა, ეს არ იყო ხელწამოსაკრავი დახმარება, მაგრამ ყველაზე უხეში დათვლებით, სადღაც 7-8% შეიძლება ჩაითვალოს
მთელ ამ ყველაფერში და როდესაც დამთავრდა ომი, დამთავრებული არ იყო, სტალინს დაუწყეს ეგრევე მოთხოვნა იმის, რომ ვალი უნდა გადამიხადო. აი გუშინდელმა მოკავშირეებმა დღეს უკვე ვალის გადახდა მოთხოვეს და მაგ სტალინმა უპასუხა მერე. ასე თქვენი ფულიო და 27 მილიონი გავწყვიტე მეო და ჩვენო თუ ვიბრძოდითო, თქვენი უსაფრთხოებისთვისაც ვიბრძოდითო და არც მოგეცემათ და არც დაგეკარგებათო და ასე ამოარტყა პანღური ამ თქვენ მოკავშირეებს და მეგობრებს, რომლებიც დამთავრებული არ იყო ომი უკვე მზად იყვნენ საბჭოთა კავშირზე მიეტანათ იერიში და ჰქონდათ ამისთვის გამზადებული ოპერაცია სახელწოდებით დროპშოტი, რომელიც ითვალისწინებდა მათ შორის თბილისის დაბომბვას ბირთვული ბომბებით, თბილისის, ბაქოსი და გროზნოსი. გროზნოსი იმიტომ რომ იქ კონცენტრირებული იყო ნავთობის მოპოვების საბადოები. თბილისში იყო ბაზირებული ამიერკავკასიის შტაბი, ბაქოში იყო ასევე ნავთობმოპოვებელი სადგურები და ეს გუშინდელ მოკავშირეებს სტრუმენის თამადობით უკვე ქონდა ეს გეგმა დადებული. აი, სიმართლე გითხრათ, ასეთი მოკავშირეობა იციან ამერიკელებმა. და შემდეგ სხვისი მოგებულის და სხვისი წარმატების მითვისება. ამათზე მეტი დამპალი მტერი, აი, რასაც ქვია ეს ანგლო-საქსური სამყარო, არ ყოლია, საერთოდ დედამიწას არ ყოლია. დედამიწას არ ყოლია, მათი მიზნებისთვის ყველაფრის გამართლება შეიძლება, მათთვის ყველაფერი დასაშვებია და არჩენის სხვა ქვეყნებისთვის ყველაფერში შეიძლება მიზეზი იქნას მონახული. რაც შეეხება ასევე ორი სიტყვა მინდა ვთქვა ნიურნბერგის პროცესთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კოცებს რო ქონდათ ნიურნბერგის პროცესს რო აწყობენ, მათი ტვინით, მოკლე ტვინით რო აწყობენ ნიურნბერგის პროცესს. ამ საკითხს რაც შეეხება, კარგად წაიკითხეთ ისტორია, ამ საკითხთან დაკავშირებით, ნიურნბერგის პროცესი ეს იყო უშუალოდ სტალინის კატეგორიული მოთხოვნა, გამართული იყო ტრიბუნალი გერმანიაში და ზუსტად იმ მიზნით, რომ ნაცისტური დანაშაულებები ყოფილიყო გასამართლებული. კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამ ყველაფრის ბრიტანეთიც, კატეგორიული წინააღმდეგი იყო საფრანგეთიც, თუმცა საფრანგეთს ნაკლებად ეკითხებოდნენ ამ ყველაფერს. ინგლისი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირის ხელში იყო აღმოჩენილი უშუალო მტკიცებულებები, ეს იქნებოდა ოსვენციმის ბანაკის თუ სხვა უამრავი მტკიცებულება თუ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და სტალინის ულტიმატუმის შედეგად იქნა შემდეგ იძულებული გახდნენ ტრიბუნალი მომხდარიყო და რატო რა მიზეზი ქონდა ამ ყველაფერს? ამას ქონდა ერთადერთი მიზეზი ის, რომ უამრავი ნაცისტი და ფაშისტი დამნაშავეები დასავლეთმა, განსაკუთრებით ამერიკელებმა შეინახეს, შეიფარეს არა მარტო მეცნიერები და არა მარტო ისინი, რა ქვია, ციხის ჯალათები, მათ შორის სამხედრო პირები, რომელიც სამხედრო პირები შემდეგ 4 წლის შემდეგ შექმნილ ნატოს სამხედრო ბლოკში, რომელშიც ასე კისრისტეხით მივბივართ თურმე ჩვენ და შიგუკნიდან ნატოში უნდათ ბიჭებს და გოგოებს შესვლა, ამ ბლოკში გამოცდილები იყვნენ საბჭოთა კავშირთან ბრძოლით და გენერალური შტაბის და რუსეთის მიმართულების თანამდებობებს იკავებდნენ ზუსტად ის სამხედრო ოფიცრები, რომელიც სამხედრო ოფიცრებით თავის დროზე გავეშებული ებრძოდნენ საბჭოთა კავშირს და ერთ-ერთ თავარ ჯალათებად იყვნენ მეორე მსოფლიო ომის. აი ეს არის დასავლური პოლიტიკა, ეს არის მათი შეხედულება, ეს არის მათი ხედვა. გასაგებია, ამათ სინდისზე, ნამუსზე, ღირსებაზე ზედმეტი არის ლაპარაკი. იმიტომ რომ ეგეთი ბინძური პოლიტიკის გამტარებლები იყვნენ ოდითგანვე და არიან, მაგრამ მთელი პრობლემა არის ჩვენში. ქართულ საზოგადოებაში, საზოგადოება, რომელიც იმდენეზეა დაავადმყოფებული და იმდენეზეა დადებილებული და დაჩლუნგებული, რომ
სტალინმა იგი დახვრიტა 27 მე თუ მკითხავ ცოტა დახვრიტა კიდე მეტი უნდა დაიხრიტა ხო მეტი უნდა დაიხრიტა კი ბარეული გაძრა იქ ისეთი ადამიანი რომელიც შეიძლება არ იმსახურებდა დახვრეტას ნამდვილად გულსაწყვეტია მაგრამ როდესაც ამხელა რეპრესიები ხორციელდება ამდენი მოღალატეა გადახედეთ დღეს რამდენი მოღალატეა გადახედეთ დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში თქვენ რო იყოთ სამშობლოს პატრიოტები თუ ვინმეს დატოვებდით ცოცხლად მე მინდა არავის არ დავტოვებდი ვისაც სამშობლოს ღალატი აქვს ჩადენილი სამშობლოს ღალატი აქვს ჩადენილი 99.9% არავის არ დავტოვებდით ცოცხლად რო შემეძროს დაუმტკიცებდი ყველას რომ ისინი სამშობლოს მოღალატეები არიან აღვადგენდი ღალატის მუხლს დახვრეტის განაჩენით და დაუმტკიცებდი და ახლა მოღალატეს თავზე ხელს არ გადაუსვებდი და ახლა თუ ვინმე სიკვდილით დასჯის ისა აქვს რა ქვია შიშები მე მინდა უთხრა რომ მაგათი უსაყვარლესი ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიის დედა დღემდე არის სიკვდილით დასჯა ამერიკაში და მის გაუქმებას არავინ არ აპირებს პირიქით ტრამპმა ეს ყველაფერი დააბრუნა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მისცა საშუალება მოსამართლეებს რომ სიკვდილით დასჯის კანონმა ჩვეულებრივად იმუშაოს აი ეს ხდება დღესდღეობით ჩვენი ძლიერი წინაპრების ნაუმარი და ნაღვაწარი და ნასისხლარი ასე არის ნიველირებული, მაგრამ ამათგან რა უნდა გაგიკვირდეს, ესენი არიან დამარცხებულები, ესენი არიან წაგებულები, ესენი არიან ჩაჩმორებულები იმ პერიოდიდან ჩმორში მაცხოვრებელი ხალხი და დღეს მიეცათ საშუალება იმისი, რომ ხმა ამოეღოთ. და ესენი ჩვენ არასდროს არა განსაკუთრებით ქართველებზე მაქვს ველაპარაკი. ეს ხალხი ჩვენ არასდროს არ გვაპატიებს ზუსტად არც სტალინს, ზუსტად არასდროს არ გვაპატიებს ბერლინის აღებას, არასდროს არ გვაპატიებს იმას, რომ ასეთ დიდ ომში ქართველების წვლილი არის ლომის წვლილი. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა რა არის, იცით? დაჩლუნგებული, გამოქლიავებული, გამოგენდერებული, გამოპიდარასტებული, ან ფსევდოეროვნული ღირებულებებით შენიღბული საზოგადოება საქართველოში, რომელსაც რო კითხო, რომ მონები იყვენ თურმე ჩვენი წინაპრები, რომლებიც იბრძოდნენ იმაში. მეორე მსოფლიო ომში, არა და როდესაც რომ გადახედო იმ პერიოდის ისტორიას, არათუ გაწვევით მიდიოდნენ, ბევრი უამრავი ქართველი მიდიოდა მოხალისედ. აი უამრავი ქართველი მიდიოდა მოხალისედ. რომელსაც საერთოდ არ ევალებოდა ომში წასვლა. აღარ მაქვს ლაპარაკი, წიგნს დღეს არავინ არ კითხულობს და თუ როგორ ხდებოდა ეგ ყველაფერი, აი რა, ვარსკვლავთვენა მაინც წაიკითხეთ ოტია იოსელიანის იმ პერიოდის, როგორ ხდებოდა. შემთხვევით მართლა ახლა მოვედი იმ ადგილას და აი შიგ ევროპაში ფაშიზმის აი როგორი პროპაგანდირება ხდება ევროპაში ფაშიზმის ესეთ რამებს უამრავს წააწყდებით, აი SS-ელების, აგერ ფაშისტების ნიშნები, წესდარიგით ეს არის აკრძალული, მაგრამ როდესაც მსგავსი ნიშნები გამოდის ასე ღიად, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპაში ფაშისტური მოძრაობა ძალიან აქტიურია და გერმანიაში სხვათა შორის, როდესაც იძახიან, რომ აი ჩვენ ფაშიზმს ვებრძვით, ფაშიზმს კი არ ებრძვიან. გერმანიაში რეალურად ებრძვიან რეალურ ეროვნულ ძალებს, რომლებიც წინააღმდეგი არიან ზუსტად იმ გლობალისტური ფაშიზმის, გლობალისტური ფაშიზმის გაბატონებული არის და რომელთა წინაპრები ადრე თუ იყვნენ ნაციონალ-სოციალისტები, ახლა გახდნენ ლიბერალ-გლობალისტები და ეს ფაშიზმი დაამყარეს გერმანიაში და თუ ვინმე შეეცდება იმას, რომ რეალურად გერმანიის სათავეში მოვიდნენ რეალური პატრიოტები, მათ აბრალებენ ფაშიზმს, მათ აბრალებენ ნაციზმს, მათ აბრალებენ ათასუბედურებას და ყრიან ციხეში. თუმცა რეალური ფაშიზმი ევროპაში
დიდი ხანია მოსულია და თუ ვინმეს აინტერესებს ფაშიზმის განმარტება, საერთოდ არაფერ შუაში არა ფაშიზმი ნაციონალიზმთან, ნაციონალიზმის ყველაზე დიდი მტერი არის ზუსტად ეს დამკვიდრებული მითი, რომ ადამიანს თუ მისი ქვეყანა უყვარს და თუ მისი ერი უყვარს, ის ფაშისტია ავტომატურად. სინამდვილეში ფაშიზმს არანაირი სარა აქ რა ქვია ეროვნება და სხვათა შორის იმ პერიოდში იქნა ესეთი აზრი გამოთქმული ზუსტად და მე თანახმოვარ რომ მომავლის ფაშისტებს ერქმევათ ანტიფაშისტები და ზუსტად ეს ანტიფაშისტური ძალები რომლებიც ვითომ არიან ზუსტად ეს ხალხი ანტიფაშისტური ნიღბით ატარებენ ფაშისტურ პოლიტიკას და აგერ სახეზე თურმე იმაში რა ქვია დემოკრატიულ უკრაინაში რა ხდება და როგორ ხდება. რაც შეეხება მომავლის თემას ეს არის ახლა რა უნდა ილაპარაკო ამას, აი გერმანიის მომავალზე მაქვს საუბარი. წესით და რიგით გერმანელებს თავის დროზე ყავდათ ერთ-ერთი საუკეთესო კანცლერი, რომელსაც ეძახდნენ რკინის კანცლერს ოტო ფონ ბისმარკი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მის დროს შეიქმნა უძლიერესი გერმანია, ამბობდა ესეთ რაღაცას. არასდროს გერმანიამ არ უნდა იომოს რუსეთთან. და მოუწოდებდა მომავალ თაობასაც, რომ არასდროს გერმანია არ ჩაერთოთ რუსეთთან ომში. თუმცა ძალიან ცუდად მოусმინეს პირველ მსოფლიო ომშიც და მეორე მსოფლიო ომშიც მასაც. ამიტომ მინდა ეხა გაჩვენოთ, აი ეს არის რუკა, ეთნოგრაფიული და პოლიტიკური რუკა გერმანიის და გერმანული ეთნოსის და გერმანული სახელმწიფოსი 1910 წელს გერმანელები როგორ იყვნენ დასახლებულები ევროპაში, ეს იყო პირველ და მეორე მსოფლიო ომამდე. კარგად ჩანს აქ აღმოსავლეთ პრუსიის მაგალითზე დღევანდელი პოლონეთის, ლიტვის და კალინინგრადის ოლქის ტერიტორიაზე როგორ არის ჭარბი მოსახლეობა, იგივე პოლონეთის დასავლეთი ნაწილი, ვროცლავი და უამრავი სხვა, იგივე ქალაქი გდანსკი, ძველებურად დანცინგი და ესე შემდეგ, რომელიც იყო სუფთა გერმანული ქალაქები, რომელიც შორის სტალინმა რეპარაციის მიზნით დასაჯა და პოლონეთს გადაცა, ქალაქი კლაიპედა, რომელიც ასევე ჩამოართვა და ლიტვას გადაცა, უმადურ ღორიშვილ ხალხს, რომლებსაც დღეს კლაიპედადან მილიონებს შეუვლობენ და ზღვაზე გასასვლელი აქვს, ესეც გერმანული ქალაქი იყო და მას ერქვა მემელი, ეს რო არიან ძაღლები ვით რო აქვს ენა გადმოყრილი. და აი შედეგი ზუსტად გერმანელების სისულელისა პირველ და მეორე მსოფლიო ომში აღმოსავლეთ ომის წარმოების შედეგად არათუ საზღვრები დარჩა გერმანიის და გერმანული სახელმწიფოსი, გერმანული ეთნოსის განადგურება როგორ მოხდა ზუსტად უაზრო პოლიტიკის გამო, რომელი უაზრო პოლიტიკაც გაატარეს თავის დროზე პირველ მსოფლიო ომშიც და მეორე მსოფლიო ომშიც გერმანელებმა აღმოსავლეთის მიმართულებას. ასე რომ ამ პირსისხლიან იმპერიას კიდე თუ რომელიმე ქვეყანა დაეჯახება, ესაც ჩვენ რო გვასწავლიან და გვეუბნებიან, რომ რუსეთი და ღორები და მაგათ ადგილა ზღვარი და დაჟანგული ტანკები აქვთ და ეს აყავთ და ეს უნდა ვეომოთ, აბა რა უნდა ვქნათ. ყველაზე როგორც შეიძლება აღმოსავლეთ პრუსია აღარ არსებობს და შეერთებული არის და გადანაწილებულია სხვადასხვა ქვეყნებზე, საქართველოსაც ასეთი ბედი მოუვიდეს, აი ამათ ფაშისტების შთამომავლების აყოლილ პოლიტიკას შიგუკნიდან ევროპაში რო გარბიან, ძალიან დიდი პოტენციალია საქართველოში. ხო, თორნიკეს მის ნათქვამია, რა ქვია. რეიგანის ნათქვამია, თუ კი ამერიკაში ოდესმე მოვა ფაშიზმი, მოვა ლიბერალიზმის ნიღბითო და მომღიმარი ფაშიზმი იქნებაოდ. აღარ მახსოვს ახლა ზუსტად სახელი, ფილოსოფოსი არის მე-20 საუკუნის, რომელსაც აქვს ნათქვამი. მომავლის ფაშისტებს ანტიფაშისტები ერქვებაო. აი
ეს რუკა ასეთი დიდი და ძლიერი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით შთამომავლობისთვის 100 წელიწადში როგორ შეიძლება მისი დემოგრაფიული ბალანსის და სახელმწიფო საზღვრების შეცვლა და ისტორიული ეს ის ტერიტორია არის, სადაც ისტორიულად ტევტონთა ორდენები და აღმოსავლეთ პრუსია და ესენი ცხოვრობდნენ როგორ გაქრა. ზუსტად რუსეთთან ტრობის გამო რა მიიღო გერმანია. ახლა რაც შეეხება დღევანდელ პერიოდს, დღევანდელ პერიოდში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს სხვათა შორის გერმანელებს და ამაში ალბათ ლომის წვლილს შეიტანს მერცი და ბერბოკი დღევანდელი მთავრობის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავები, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის ეკონომიკა, ენერგეტიკა, პოლიტიკა წაიყვანეს იმ აზრით და იმ იდეით, რომ გერმანული ეკონომიკა კრახს განიცდის და შავდღეშია ჯავარდნილი, ვისაც არ უნდა ამის დაჯერება და ვისაც არ უნდა, ახლა საქართველოს თუ ჯობია და იმას თუ ჯობია, იმას არ ნიშნავს, რომ გერმანია, რომელიც იყო 90-იანებში, 2000-იანებში განსაკუთრებით ეკონომიკური სასწაულის ერთ-ერთი მთავარი ღერძი, დღესდღეობით ჩამოშლის პირასაა, განიცდის კატასტროფულ პრობლემებს და ეს შემოქმედი ერი და ეს შემოქმედი ქვეყანა თავისი საუკუნოვანი ბრენდებით, აი მაგალითად გეტყვით, რომ Porsche-ს ქარხანამ დაიწყო შეკვეთები აღარაა მანქანებზე და დაიწყო ლეოპარდების აწყობა. ასევე სხვა მანქანათმშენებლობის კონცერნებიც გადადიან ნელ-ნელა სამხედრო წარმოებაზე. Რომელი რეალობიდან გამომდინარე ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანიაში იწყება მილიტარიზმის პოლიტიკა, რომელიც თავის თავში პირველ რიგში, რასაც წარმოადგენს იმას, რომ ეკონომიკა უნდა გადავიდეს სამხედრო რელსებზე. როდესაც ავტოკონცერნები წყვეტენ მანქანების გამოშვებას და იწყებენ სამხედრო ტექნიკის გამოშვებას, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ დიახ, ამ ქვეყნის ეკონომიკა გადადის სამხედრო წარმოებაზე. გერმანელ ახალგაზრდებში უკვე დაწყებული არის სამხედრო გაკვეთილები. ყველაზე უახლოესი გათვლით, ასე რომ ვთქვათ, ყველაზე რთული სცენარით გერმანია 5 წელიწადში იქნება ჩართული ომში. და რა თქმა უნდა, ვისთან იქნება ახლა ჩართული, ეს გასაგები უნდა იყოს. ჩართული იქნება ომში. იდეალური სიტუაცია ევროპელებისთვის არის 10 წელიწადი, როდესაც ისინი მოახერხებენ თავიანთი სამხედრო წარმოების გადაწყობას. ეს არ არის მარტო ტექნიკის გამოშვება, ტექნიკა რომ გამოუშვა, იმას სპეციალისტი ჭირდება, ჯარისკაცი კიდე ხო ოფიცერი ჭირდება მომზადებას, მართვას, წვრთნას, სწავლებას, ამას წლები ჭირდება. 10 წელიწადი იქნებოდა იდეალური, მაგრამ არ აქვს ამის დრო, როგორც ხედავენ. და ძალიან სერიოზულად მიდის მომზადება ომისთვის ევროპაში. უახლოეს 5 წელიწადში პროგნოზირებენ ომს, რომელი ომიც იქნება, რა თქმა უნდა, რუსეთს და აქეთ ევროპის ქვეყნებს შორის და სავარაუდო არის ის ფაქტი, რომ ამ ყველაფრის დაწყების ათვლის წერტილად შეიძლება ჩაითვალოს ომი უკრაინაში, რომელიც არ ჩერდება, რომელსაც ვითომ და 24 საათში ამთავრებდნენ. და ევროპელებისთვის, ევროპელი სამხედრო სტრატეგებისთვის რუსეთის შეკავების პოლიტიკა, რომელსაც ისინი ამბობდნენ, ეს იყო ჯერ საბჭოთა კავშირის ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ბუფერი, ეს უკრაინა, საქართველო, ბელორუსია, ეს ბალტიისპირეთის ქვეყნები, თუმცა ბალტიისპირეთის ქვეყნები უფრო მეტი ემათ ითვლებიან. ამის შემდეგ კბილებამდე შეიარაღებული და სპეციალურად შეიარაღეს პოლონეთი, რომ შემდეგი ბუფერი შეიძლება იყოს პოლონეთი, თუმცა არ მინდა მე დაუკარგო პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე უძლიერესად დღევანდელ რეალობაში შეიარაღებული არმია ყავთ. და მილიტარისტული პოლიტიკა პოლონეთში დიდი ხანია გრძელდება, რომელთა აზროვნება არის გადასული იმაზე, რომ პოლონეთი ეკონომიკურად გაძლიერდა და დრო არის ეს ყველაფერი იქნა სასახული პოლონეთის საზღვრების გაფართოებაში რეჩ პოსპოლიტასთან დაკავშირებით და დასავლეთ უკრაინის ტერიტორიები გადაყლაპოს.
ეს თვითონ პოლონელებს აქვს თავში, ამიტომ პოლონეთს დიდი პოტენციალი აქვს ამ ომში ჩართვის. თავისთავად, თუმცა ვინც ახლა ერკვევა იმასთან დაკავშირებით, რომ როგორი გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია პოლონეთს, რომლის ტერიტორიაც არის მთლიანად დაბლობი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ბუნებრივი ფორპოსტები, ანუ მთაგორიანი რელიეფი არ არსებობს, არც ისე როგორც ბელორუსიის ჭაობებია მაგალითად, ამიტომ შეკავება ამ ტერიტორიაზე რუსული არმიის იქნება ძალიან ძნელი სამომავლოდ, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ბირთვულ შეიარაღებას და აღჭურვილობას, რაც რუსებს გააჩნიათ. და ამის შემდეგ უნდა იყოს გერმანია. ასე თვლიან დასავლეთში. ბრიუსელში ყოველ შემთხვევაში. აი ეს სამი ზღუდი არის აგებული. ახლა ეს ერთ წელში და ორ წელში რო არ მოხდება, გასაგებია. მაგრამ ეს მექანიზმი რო დატრიალებულია და მიმდინარეობს, ამას ძალიან კარგად უნდა ხვდებოდნენ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანები. ის რომ ნატოს პერსპექტივა არ გააჩნია, ამასაც უნდა ხვდებოდეს. ზუსტად ამიტომ არის ამერიკელები ნელ-ნელა ნატოდან გამოპარვას აპირებენ და აპირებენ ევროპელების მიტოვებას პირისპირ. თქვენი კონტინენტია, მიხედეთ ჩვენ თავს არ ავიდგიებთ. ამერიკელებს საერთოდ ასე ახასიათებთ. ყველა უბედურებას პირველ მსოფლიო ომში იქნება თუ მეორე მსოფლიო ომში იქნება დაწყებას შეუწყობენ ხელს, შემდეგ ახტებიან თვითონ გვერდზე და როდესაც იქნება უკვე ომის ბედი გადაწყვეტილი, მაშინ ჩაებმებიან ომში. ახლა 44 წელზე მინიმუმ აი ტრამპის ამ ბოდვაზე რატო უნდა კონდეს ადამიანს ასეთი შეხედულება, უბრალოდ ქრონოლოგიას უნდა დააკვირდე. ეს ამერიკელები ჩაერთვენ ომში ევროპის თეატრზე 1944 წელს. ეს ის მომენტია, როდესაც საბჭოთა არმიას მოგებული აქვს უკვე სტალინგრადი, კურსკის ბრძოლა, მოხსნილი აქვს ლენინგრადის ბლოკადა, მოგერიებული ყავს მოსკოვთან იერიშის მიმტანები და იწყებს ოპერაციას ბაგრატიონს, რომელიც რო არ ჩატარებულიყო ბელორუსიაში, ამერიკელები საერთოდ დესანტს ვერ გადმოსხამდნენ. სხვათა შორის ამ ოპერაციამ მოახდინა და აი როდესაც უკვე საბჭოთა არმია გადადის პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, გერმანიის ტერიტორიებზე საბრძოლველად, მაშინ ერთვებიან ამერიკელები ერთადერთი მიზნით, რომ დარჩენილი ევროპის კონტინენტი არ იქნას დაკავებული საბჭოთა ჯარების მიერ. აი დაახლოებით ასეთ პოზაში აპირებენ ამერიკელები ახლაც ჩადგომას. მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდება, არა მარტო ამ მიმართულებაზე, მთელი მსოფლიოს მიმართულებაზე. გაიხარეთ, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, დიდი მადლობა მოკითხვისთვის. ამას უწყობს ხელს ზუსტად არა მარტო ევროპის თეატრზე მიმდინარე მოვლენები, ასევე აზიის თეატრზე მიმდინარე მოვლენები, პაკისტანი, ინდოეთის დაპირისპირება. მეორე მსოფლიო ომშიც ასე იყო. დასავლეთის ფრონტზე მარტო კი არ მიდიოდა ომი, აღმოსავლეთის ფრონტზე მიდიოდა გავეშებული. იაპონელები გამწარებული იპყრობდნენ ჩინეთს, კორეას, ტაივანს, სხვადასხვა მიმართულებებს და მერე მიიღო ამ ყველაფერმა დიდი მასშტაბები, ასე რომ აზიის მხრიდან ომის დაწყების მოლოდინიც ძალიან დიდი არის, მით უმეტეს პაკისტანი-ინდოეთის კონფლიქტს თუ დააკვირდება ადამიანი, აქ საქმეში გარკვეული ადამიანების მხრიდან დათვლილი არის და დაანგარიშებული არის სავარაუდო მსხვერპლი მარტო ამ ორ ქვეყანას შორის ომისთვის და ეს არის დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი, იმიტომ რომ ეს ორივე ქვეყანა არის ბირთვული ქვეყანა. იმ გამოყენებული პოტენციალით, რომელი პოტენციალიც გააჩნიათ ორივე მხარეს 200 მილიონი ადამიანი მარტო პაკისტანი-ინდოეთის ტერიტორიაზე შეიძლება იქნას დაღუპული. ამას ასევე გაგრძელება ექნება, იმიტომ რომ
პაკისტანს თავისი მოკავშირეები ყავს მუსულმანური ქვეყნები ირანი აიღე, აზერბაიჯანი აიღე და ასე შემდეგ, ინდოეთს თავისი მოკავშირეები ყავს. ამიტომ მოკავშირეებს შორისაც უამრავი მიზეზი არსებობს საიმისოდ რომ ომი გაჩაღდეს. მოკლედ, მთელი მსოფლიო დგას დიდი აფეთქების წინაშე. დიდი აფეთქების წინაშე და ამ ყველაფერს უყურებთ ჩვენ ახლა აქედან. საქართველოს საერთოდ რო არ მიიღოს არაფერში მონაწილეობა. საერთოდ რო არაფერში არ მიიღოს მონაწილეობა, საქართველოს დევნილების ნაკადები წალეკავს მარტო. დევნილების ნაკადები წალეკავს, რომელი ნაკადებიც აუცილებლად აი ომის გარეშე არის დაზრული უკვე საქართველოზე და მე მინდა გითხრათ, რომ ეხლა ამ ყველაფრის მიზეზი რა არის? რომ არავინ არ ლაპარაკობს, დღეს მქონდა საუბარი ჩემს ძალიან ახლობელ ადამიანთან, დიდი გერმანელი მეცნიერი არის. გაგიმარჯოს მანჩო. დიდი გერმანელი მეცნიერი არის, მე მის პიროვნებას არ დავასახელებ, იმიტომ რომ არ ვიცი, ათასი ინტრიგანი და უბედური არის. რომელმაც მითხრა, რომ ზათაა ის, რომ დატოვოს მალე გერმანია და სადღაც სხვაგან უნდა გადასახლდეს, იმიტომ რომ გერმანია, დღევანდელი გერმანია არის სრულად ნეოლიბერალური ფაშიზმის მმართველობის ხელში, რომელმაც დაკარგა თავისი თვითმყოფადობა და რომელიც ემზადება ომისთვის და ასევე მარაკეშის აქტი დევნილებთან დაკავშირებით, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი გერმანიას და ხელი აქვს მოწერილი ასევე საქართველოს. მარაკეშის აქტზე. რატო არ ჩერდება ეს დევნილთა ნაკადები? ზუსტად ქოცების ხელისუფლება მოაწერა ამას. ხორცდები 2016 წელი იყო მარაკეშის აქტს, რომელი მარაკეშის აქტიც ავალდებულებს ქვეყნებს მიგრაციის კანონთან დაკავშირებით მიიღოს ზომები და შეიფაროს. აი ეს ვალდებულება აქვს ქოცებს აღებული. და ეს აქ რატიფიცირებული ჩვენ პარლამენტს და ამაზე აქვს ხელი მოწერილი. ამიტომ ეს მიგრაციის პრობლემები, რომლებიც საქართველოში არსებობს, რომ შეწყდეს, ამისთვის საჭიროა ქვეყანა გამოვიდეს მარაკეშის აქტიდან. მაგრამ ამის გამკეთებელი არავინ არ არის. კარგად იცოდეთ ეს საქართველოში, ამიტომ გაგრძელდება ეს ყველაფერი და თუ მშვიდობიანობის დროს ასეთი მიგრანტთა ნაკადები ასეთი ხდება საქართველოში, თქვენ წარმოიდგინეთ ომიანობის პერიოდში X1 რო იქნება ეგ ყველაფერი. აი როგორ გადაივსება შემდეგ ჩვენი პატარა ქვეყანა, სადაც მოსახლეობა, აბორიგენი მოსახლეობა დარჩება ზუსტად იმდენი, დაახლოებით თუ იმდენი დარჩა საკითხავია, რაც სინგაპურში არის. ვიქნებით ბედნიერად. შენ გენაცვალე ამირან. განადგურდეს თურქეთი, განადგურდეს რუსეთი, განადგურდეს ირანი, განადგურდეს ჩვენი ისტორიული მტრები და საქართველო გახდეს ნიკოპსიდან და რუბანდამდე. რუსეთს რა განადგურებს თუ ჩემი ძმა ხარ? 11,000 ბირთვული ქობინი აქვს და კოსმოსით დაწყებული წყალზევით და წყალქვეშ და მიწისქვეშ სამხედრო ძალები აქვს და მოსახლეობა 150 მილიონია კიდე და ტერიტორია ყველაზე დიდი აქვს და ან თურქს 80 მილიონზე მეტი როა 83 მილიონი არის რა განადგურებს და მაგ ჩვენი მტრების განადგურების ოცნებაში ჩვენი ქვეყანა კი ნადგურდება უომრად. ამ რეალობის წინაშე არის ჩვენი ქვეყანა და ამ რეალობის წინაშე არის საერთოდ მსოფლიო. თუ ვინმეს რაიმე კითხვები გაგაჩნიათ, დამისვით ეს კითხვები და ვეცდები გაგცეთ პასუხი.
ასე რომ მე პირადად კარგის მოლოდინი არაფრის არ მაქვს და მარტივია ისე იცით, ერი რომელიც ივიწყებს თავის წარსულს იმას მომავალი არ გააჩნია და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამ 35 წლის მანძილზე რომ ქართველმა ერმა დაივიწყოს თავისი წარსული. ჩემო ძმაო, მე კი არა, ყველა ემიგრაციაში მყოფი ქართველი უნდა დაბრუნდეს საქართველოში. არა, ქალბატონო, რა 80 მილიონია პაკისტანის მოსახლეობა ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ 200 მილიონამდე მაინც არის. ზარმაზარი ქვეყანა არის მოსახლეობა. კბილებამდე შეიარაღებული. კარგი, მე მგონი კითხვები არ არის და დაგემშვიდობებით. ახლა ამარეულ სამყაროში ჯობია მშვიდობა უსურვოთ ერთმანეთს, ვიდრე ომი და განადგურება.